მოგესალმებით, მე ვარ ლელა კოტორაშვილი, თქვენი მასწავლებელი და ახლა ვართ მე-7 კლასის ლიტერატურულ კაფეში, სადაც უნდა ვისაუბროთ წიგნებზე. მე შევარჩიე ჩემი მოსწავლის თაკოს წარდგენილი წიგნი. თაკომ ამ წიგნზე ისაუბრა დეკემბრის ლიტერატურულ კაფეში და ეს არის ჟიულ ვერნის 80,000 კილომეტრი წყალქვეშ. თაკო, მე მინდა რომ წიგნი დაგიბრუნო, იმიტომ რომ როცა დავიწყე კითხვა ზამთარში, ფანქრით ვხაზავდი და მე ვიფიქრე რომ თან ვიცი რომ შენი წიგნი არ იყო ეს და ამის უფლება არ მქონდა წავშლი იმ ჩემს გახაზულებს და ვიყიდი ახალი წიგნი. გაბრიელს უყიდე დაბადების დღეზე და გადმოსახლდი ამ წიგნიდან ჩემს წიგნში. ჟიულ ვერნი არის ჩემი უსაყვარლესი ავტორი ბავშვობაში წაკითხული მწერლებიდან. და ახლა უკვე მეორედ მიუბრუნდი, აგერ 39 წლის ვარ და მეორედ მიუბრუნდი ამ ავტორს. და შემიძლია თავამად გითხრათ, რომ თქვენ ხშირად მეკითხებით, რომელია ჩემი საყვარელი წიგნი, მწერალი. და ჩემი საყვარელი მწერალი ერთ-ერთი არის ჟიულ ვერნი. რატომ მიყვარს ეს ავტორი? შემიძლია ძალიან ბევრი გესაუბროთ. მას აქვს საოცარი ფანტაზია. უკეთილშობილესი პერსონაჟები ჰყავს და მამაცი და მომწონს მასთან ერთად, მის პერსონაჟებთან ერთად მოგზაურობა წყალქვეშ, მთვარეზე, დედამიწის ცენტრში, ხმელეთზე და მინდა რომ თქვენც გაგაცნოთ. თაკომ დაგვისვა ასეთი, უბრალოდ როცა წარადგენდა თაკომ თქვა რომ თავარ პერსონაჟს კაპიტან ნემოს უყვარს კითხვა და მე თაკოს კითხე ხომ არ გახსოვს რა წიგნებს კითხულობდა მეთქი. გახსოვს თაკო ეს შეკითხვა? და თაკო მითხრა რომ არ ახსოვდა და როცა კითხულობდი ზამთრის არდადეგებზე თაკო წიგნმა მიპასუხა. კაპიტანი ნემოს ბიბლიოთეკა არის დაწვრილებით აღწერილი და არის იცით რამდენი წიგნი იყო კაპიტან ნემოს ბიბლიოთეკაში? 12,000 წიგნი წყალქვეშა ნავზე ქონდა მოწყობილი ეს ბიბლიოთეკა. და ჩამოთვლილი არის ავტორები, რომლებსაც ის კითხულობდა. მე ალბათ მივაგნებ ამასობაში და მინდა რომ მე გაჩვენოთ ზუსტად ის ეპიზოდი. მაგრამ მოდი ახლა გადავიდეთ წიგნის წარდგენის ფორმაზე. წიგნის წარდგენის ფორმად შევარჩიეთ პერსონაჟის თვალი, რომელიც გუშინ ყველამ ერთად გავაკეთეთ გოდერძიჩოხელის მოთხრობის გამახარეს მიხედვით და ვიცით რატომ ვაკეთებთ ამას. პერსონაჟის გულიზე გვიფიქრია, გულში ვინ ხავს პერსონაჟი, ხოლო თვალებით რას ხედავს, ესე ძალიან საინტერესოა ტექსტის გასააზრებლად. და ისეთ რაღაცებს წამოატივტივებს, რაზეც მაგალითად არ გიფიქრია კითხვის დროს. ამასთანავე, რასაც შენი ხელით აკეთებ, არასდროს არ გავიწყდება და თან ძალიან დიდი სიამოვნებაა და სიხარულია. ეს არის ჩემი პერსონაჟი არონაქსი ჟიულ ვერნის წიგნიდან, როგორც გითხარით, მთავარი პერსონაჟი პროფესორი და მე მინდა დაგისვათ ყველას ასეთი კითხვა. ვინ არის ის ადამიანი, ვისი ფანტაზიაც თქვენთვის არის ძალიან შთამბეჭდავი? რადგან პროფესორი არონაქსი სვამს ასეთ შეკითხვას. საით მიგვაქროლებს კაპიტან ნემოს ფანტაზია? და ძალიან მომეწონა ეს შეკითხვა და ვფიქრდი და თუ წაიკითხავთ ამ წიგნს თქვენც მიხვდებით რომ როგორი დიდარი ფანტაზია აქვს კაპიტანს. ახლა რაც შეეხება ჩემს შერჩეულ 5 რამეს, რასაც ხედავს პროფესორი არონაქსი. პირველი არის ჰუმბოლდტის კოსმოსი. ჰუმბოლდტი იყო გერმანელი მეცნიერი, გეოგრაფი და მისი სახელობის უნივერსიტეტიც არის ბერლინში. მას მე-19 საუკუნის არისტოტელესაც უწოდებდნენ და როცა მე კაპიტან ნემოს ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე პირველი წიგნი ჰუმბოლდტი ძალიან გამიხარდა და გეტყვით ახლა რატომ. იაკობ გოგებაშვილის შესახებ დაწერილ ერთ-ერთ წიგნში, ბიოგრაფიულ წიგნში წავიკითხე რომ ის კიევში სწავლის დროს დაინტერესებულა ჰუმბოლდტის ნაშრომებით და როცა მისი საყვარელი წიგნი ყოფილა კოსმოსი. და როცა აღმოვაჩინე რომ კაპიტან ნემოს ბიბლიოთეკაში პირველი წიგნი იყო ის წიგნი, რომელსაც იაკობ გოგებაშვილი კითხულობდა და უყვარდა, ძალიან გამიხარდა. ამასთანავე
მეორე არის სიმბოლურად გამოხატული წყალქვეშა სამყარო, სადაც ეს სიუჟეტი ვითარდება და არის ძალიან შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი, აქ გაიცნობთ ძალიან ბევრ თევზს, მარჯანს, მარჯნების სასაფლაოს მაგალითად ძალიან ჩაძირულ გემებს ნახავთ და ძალიან დიდი შთაბეჭდილება დაგრჩებათ. შეიძლება ვერასდროს ვერ ჩავყვინთოთ წყალქვეშ, ოკეანის ფსკერზე, თუმცა რატომაც არა, მაგრამ წიგნისთან ერთად ჩვენ შეგვიძლია რომ ვიმოგზაუროთ წყალქვეშაც და ამიტომ შევარჩიე. მესამე რამ, რაც მინდა გაგაცნო და გაჩვენოთ, ეს არის ბიბლიოთეკა, რომელზეც უკვე ვისაუბრე და ძალიან მიყვარს, როცა წიგნებში პერსონაჟები წიგნებს კითხულობენ, რადგან ჩემთვის ასე უფრო საინტერესო ხდება პერსონაჟი, ადამიანი. როგორც გითხარით, 12000 წიგნი არის მის ბიბლიოთეკაში და ყველა ყდა ერთი ფერით იყო შეფერილიო. მეოთხე არის ცოტა სევდიანი კი არა და ძალიან ესეთი ტრაგიკული მომენტი, როდესაც ჩაძირულ გემს დაინახავენ წყალქვეშა ნავიდან და ხედავენ, რომ კაპიტანი მაგალითად საჭესთან დგას და ისე არის გარდაცვლილი და ერთ-ერთ რამეს რასაც დაინახავენ არის დედა, რომელსაც შვილი მაღლა ჰყავს აწეული, რომ გადაარჩინოს და მართლა შემზარავი წარმოსადგენია ეს ყოველივე. ამასთანავე რომ დავფიქრდი მაინც და მაინც რატომ გადაწყვიტა რომ ასეთი რამე შეეტანა წიგნში, ვფიქრობ ალბათ დედაშვილობაზე უნდა და ყურადღების გამახვილება, რადგან ამ წიგნში ქალები არ არიან და პირველივე ქალი რომელიც გვხვდება, აი ასეთ მდგომარეობაში გვხვდება, რომ ცდილობს შვილის გადარჩენას. შემდეგი ბოლო არის ხელები, სიმბოლურად გამოხატული და ცრემლები. ეს არის კაპიტან ნემოს ხელები. მას ერთ-ერთი ეკიპაჟის წევრი გარდაეცვლება, ძალიან იდუმალებით არის მოცული. მე ბოლომდე არ მაქვს წაკითხული, ახლა ჩემს მკითხველთა კლუბთან ერთად ვკითხულობ ამ წიგნს და ბავშვობაში მაქვს როგორც გითხარი წაკითხული და ბოლოს არ მახსოვს როგორ თავდება წიგნი, მაგრამ აი იმ 200 გვერდი უკვე წაკითხული მაქვს და აი ამ 200 გვერდის განმავლობაში კაპიტანი ნემო პროფესორისთვის არის გამოცანა. ვერ ხდება ის კეთილია თუ რაღაცას მალავს, თუმცა ძალიან შთამბეჭდავი ადამიანი არის და ერთ-ერთი მომენტი, ეპიზოდი, როცა ის გამოხატავს თავის გრძნობებსა და განცდებს და ადამიანურ ჰუმანურობას, ასე რომ ვთქვათ, არის სწორედ ეს ეპიზოდი, როცა თავის გარდაცვლილი ეკიპაჟის წევრის გამო ტირის ცრემლები წამოვა და თვალებზე იფარებს ხელს, რომ ქვითინი შეიკავოს. ეს არის ჩემი არჩევანი, იმედი მაქვს აღგიძარით სურვილი რომ წაიკითხოთ წიგნი და დიდი მადლობა ყურადღებისთვის.